ბედის ეთერში წიგნების დრო არის. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ნატა ასათიანი, ფსიქოლოგი და ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო და ბევრისთვის საყვარელ მწერალზე, სხვათა შორის ძალიან პოპულარული და ძალიან ცნობილი მწერალი, ეს არის მაქს ფრიში და მის ალბათ ყველაზე გახმაურებული და ყველაზე მოგზაურობთ ალბათ. მოგესალმებით. მისი ყველაზე გახმაურებული, ყველაზე ცნობილი და პოპულარული რომანი ჰომო ფაბერი და მოხდა ისე დილამშვიდობისა. მოხდა ისე, რომ ეს ჰომო ფაბერი ალბათ ასე იგი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საყვარელი მწერალი წიგნია და მაქს ფრიშიც და არ მეგულება ალბათ თარო, სადაც არიდო ეს წიგნი, ესე ლათინური ასოებით ეწერა მახსოვს. კი ბატონო. დიდად და ეხლა თანამედროვე გამოცემაა ქართული, ხო? და ასე აწერია სხვათა შორის თანამედროვე გამოცემასაც ლათინური ასოები. კი, ასეა, თუმცა თანამედროვე მაინც დალი ფანჯიკიძის თარგმანია, ასე ვთქვათ და მაინც ის არის ალბათ, რომელიც ალბათ ყველას ჭერია ხელში ყველა თაობას. მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში რომ გვაქვს საშუალება არადარგი სპეციალისტებს და არა ლიტერატურას ვისაუბროთ ჩვენთვის ძვირფას წიგნებზე და მართალი ხარ, ეს არის წიგნი, რომელიც ალბათ მართლაც ყველა ადამიანის, ყველა ოჯახის თაროზე და ამიტომ ჩვენ რო გადავწყვეტეთ ვისაუბრებთ მაგ ჰომო ფაბერზე თქო რომ გითხარი ძალიან ვინერვიულა შემდეგ და ვიდარდე ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ერთია ისაუბრო თანამედროვე ავტორის რომელიღაც ახალ წიგნზე, რომელიც ან წაკითხული აქვს მაყურებელს ან არ, ვისაც აქვს წაკითხული ან მოხდაბულზე ან არა, მაგრამ მეორეა ისაუბრო წიგნზე, რომელიც აი წაკითხვისთანავე შეგძრავს და აი ეს განცდა რაღაცა უსუსურობის, ემოციების, მოზღვავების მთელი ცხოვრება გაყვება ალბათ. ესეთია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეს წიგნი, რომელიც მართალია დაიწერა გასული საუკუნის შუა პერიოდში, მაგრამ მეხება ჩვენ ყველას 21-ე საუკუნის ადამიანზე რანაირად უნდა დაწერო ნახევარი საუკუნის 70 წელი გამოვიჩვალე 70 წიგნი ალბათ ეს არის სწორედ ის რატომაც ყველას გვიდევს თაროზე ხო? რატომ არის კარგი წიგნი? კი ბატონო ეს წიგნი რეალურად ეხება ყველას და რატომ? ჩვენ რაღაცნაირად ადამიანებმა დავიჯერეთ, რომ ტექნოლოგიის პროგრესთან ერთად, ტექნიციზმის ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლასთან ერთად, ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი. ყველაფერი ვიცით დღეს უკვე, ხო? პრაქტიკულად ასე. გონია რომ ვიცით, თუ არ ვიცით, გავიგებთ მარტივად. რაღაცნაირად თითქოს ამ პარტამნებაში ჩავარდნილ ადამიანებზე წერს აქ მაქს ფრიში და დასცინის ასეთ ადამიანებს, დაგვცინის ყველას, ვისაც გონია რომ ყველაფერი ვიცით. აი ქართული გამოთქმა მახსენდებოდა თავის დროზე რომ ვკითხულობდი, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ხო? აი თითქოს ეს ქონდა გააზრებული თავის დროზე მაქს ფრიშს და ბევრი სხვა რამც ალბათ, როცა ამას წერდა, იმიტომ რომ სწორედ ასე დაგვცინებს ყოველთვის, ბჭყალებში დაგვცინებს, რა თქმა უნდა, განგება, ღმერთი თუ ვისაც რისი გვწამს, როცა ჩვენ დავიჯერებთ რომ დამთავრდა ყველაფერი ვიცით და როცა სულიერების ადგილს გავდევნით, ხო? მოდი გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ვისაც აკითხული აქვს და ვინც აპირებს ახლა ამ გადაცემის შემდეგ წაიკითხოს. რა ხდება რომანში, რა სიუჟეტური ხაზია, ესეთ ჩახლართული, ძალიან ემოციური და მოდი მოკლედ გითხარი, გავახსენოთ. კი, ძალიან მოკლედ მოვყვები, იმიტომ რომ ვისაც ეს ბედნიერება წინ აქვს და არ წაუკითხავთ, რომ ასე ვთქვათ, გაეცნონ, ხო? თუმცა ამ წიგნის თავისებურება სწორედ ის არის, თავშივე იცი როგორი იქნება ბოლო. თავშივე იცი, რომ ამ კაცს ამ მის შვილთან მიმართებაში არ ვიტყვი, მაგრამ ნუ ისიც ვიცით, რთული ამოცანა აქვს ნატა. თქვი, მაგრამ არ ვიტყვი, მაგრამ შევეცდები, რომ აი ამ რთულ ამოცანას ასე ვთქვი, რომ ვერაფერი ყოველ შემთხვევაში ჰომო ფაბერი ეს ადამიანი მწარმოებელი მისმა საყვარელმა ქალმა ასე დაარქვა მას, იმიტომ რომ მართლაც ვოლტერ ფაბერი არის სრულიად რაციონალური ადამიანი, მის ცხოვრებაში გრძნობებს თითქოს არანაირი ადგილი არ აქვს, მას არ უყვარს ბუნება, მას უყვარს ტექნიკა, ის არ საუბრობს წიგნებზე, არ საუბრობს თეატრზე, საუბრობს ტურბინებზე, რობოტებზე, ასეთი ადამიანია. ასეთად გვაცნობს ის საკუთარ თავს. თუმცა ამავდროულად პირველივე გვერდიდან ჩვენ პარალელურად ვეცნობით უაღრესად ემოციურ ადამიანს. აი, ეს არის სწორედ ალბათ ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა გავიგოთ ამ წიგნის კითხვისას, რომ ჩვენ არასდროს ადამიანი არ უნდა წარმოვიდგინოთ ემოციებისგან დაცლილად და ემოციებისგან ცალკე, ხო? ეს ჩვენი ადამიანობის მთავარი სამეული რა არის, ხო? ჩემი ფიქრი, ჩემი გრძნობა და ჩემი ქცევა. რას ვფიქრობ, რას ვგრძნობ, როგორ ვმოქმედებ. ეს არის ეს ტრიადა, რაც რითიც ჩვენ ხასიათდებით, ხო? ერთი თუ გამოვაკლეთ, გრძნობა დარჩება რა მხოლოდ ტვინი და მხოლოდ ქცევა და ეს არის უკვე რობოტი და რობოტობამდე ჩვენ ვერ
მივვალთ. აი, დაახლოებით ეს არის თითქოს, იმიტომ რომ ვოლტერ ფაბერი გვეუბნება, რომ ის არის უაღრესად რაციონალური ადამიანი, თუმცა მას გარკვეული ამოუცნობი რაღაცეებიც თანსდევს, უეცარი სპონტანურობაც ახასიათებს. ასე უეცრად სპონტანურად ის გადაწყვეტავს, რომ არავიდეს ერთ-ერთ თვითფრინავში, თვითონაც ხშირად უსვავს საკუთარ თავს კითხვას, არ ვიცი რა დამემართა ამბობს, მაგრამ ემართება ესეთი რაღაცები, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ირაციონალური განდევნილი აქვს ცხოვრებიდან, მაინც ადის ამ თვითფრინავში, ამ თვითფრინავს 4 ძრავიდან 1 ეთიშება, ყველა ნერვიულობს, ალბათ თან გუშინ მოფრინავდი სწორედ და ავიღე კიდევ ერთხელ წიგნი და ეს ნაწილი წავიკითხე და მართლა შევედი აი მგზავრების მდგომარეობაში, როგორ ღელავენ და ეს ტექნიკოსი ადამიანი როგორი მშვიდია ამ დროს, იმიტომ რომ იცის რომ 4 ძრავაა და ერთი თუ გაითიშა, 3 ხო ჩაიყვანს დანიშნულზე. მაგრამ ვერ ჩადის, აქაც ხდება ის, რომ აი ამ სტატისტიკას ითვლის ყოველთვის რაღაცეებს და ეს სტატისტიკა ყოველთვის არასწორი გამოდის. სწორედ იმიტომ, რომ ალბათ ამითიც გვეუბნება მაქს ფრიში, რომ სტატისტიკასაც ჩვენ გარკვეული ძალიან სუბიექტური პერსპექტივა ჩვენია ეს სტატისტიკა, ჩემი დათვლილია და მეც აი ამ სადღაც გრძნობა მაინც არის ამ ციფრებში და მოკლედ ერთი სიტყვით დაეშვება თვითფრინავი იქ, სადაც არ უნდა დაშვებულიყო. ამის შემდეგ სპონტანურად იღებს გადაწყვეტილებას, რომ თავისი მეგობრის ძმას გაიცნობს თვითფრინავში და მას წაყვება და აი აქედან იწყება ეს საშინელი უცნაური ამბები მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ სადღაც იცის, რომ ბავშვი არის და ეს ბავშვი რომ მისია და ადის გემზე, რომლითაც მიდის 5 დღე უნდა იმოგზაუროს და ამ გემზე ხდება ის, რითიც ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ ცოცხლდება ოიდიპოსის მითი და თანამედროვე ოიდიპოსია, როგორც მას უწოდებენ, ხო? მეტს შინაარს აღარ მოყვება. და არის მეტი აღარ მოყვება მაშინ და ოიდიპოსის მითი რო ახსენე, ესეთი უცნაური რაღაც ხდება, რომ თითქოს ერთი შეხედვით ადამიანი ეს ჰომო ფაბერი, რომელიც ტექნიკოსი კაცია, მეცნიერი კაცია, რომელიც დამოკიდებულია სიახლეებზე, ყოველთვის ამბობს, რომ ტექნიკა განსაზღვრავს ჩვენ ცხოვრებას, ტექნოლოგიები, რომლებიც ეხლა, ანუ 70 წლის წინ იყო და მომავალში იქნება, თითქოს წინასწარმეტყველო რომანია, რომ ისეთი ტექნიკა იქნება, რომელიც თქვა ადამიანს დაეხმარება მარტოობის დაძლევაში, რობოტები ხო, მართლა ის წარმოიდგინე 70 წელს დაწერილია. რობოტები ჩაანაცვლებენ ადამიანებს, რომ ჩვენ გაგვიმარტივდება ცხოვრება, გაგვედულდება ცხოვრება და რეალურად მართლაც უამრავი რაღაც მოხდა, რაც მაქს ფრიშს უწერია 70 წლის წინ, მაგრამ მაინც ესე მგონია, რომ რაც უფრო ვითარდება ტექნიკა, ადამიანი უფრო მარტო რჩება. თუ ვწდები ძალიან რთული კითხვა, ამ კითხვაზე ხარ ძალსახა პასუხი, ნობელის პრემიის ლაურეატობას თუ არა ნომინანტობას მაინც გულისხმობს, მაგრამ გავრისკოთ, კი ბატონო. ადამიანი ტექნოლოგიის განვითარების კვალდაკვალ ადამიანი მარტო გრძნობს თავს და ეხლა სულ რო არ ჩაუღრმავდეთ და რაღაცა ფილოსოფიაში და ფილოსოფოსები არ მოვიშველიოთ, კოვიდმა გვაჩვენა ეს ძალიან კარგად. კოვიდის დროს ჩვენ ვიყავით სოციალურად, ასე ვთქვათ, დეპრივაციაში, განცალკევებულები, მაგრამ გქონდა ინტერნეტი, გქონდა სოციალური ქსელები და საოცრად მარტოსულები ვიყავით, ხო? უაღრესად მარტო გრძნობდით თავს. მიყვართ იმის, რომ 24 საათი შეგვეძლო ადამიანებთან ურთიერთობა. ამიტომ ერთად ვახშმებით იმართებოდა ხოლმე და სმა და ჭამა და ყველაფერი ჭიქების მიჭახუნება და ყველაფერი ერთად. მაგრამ ამან ვერ ჩაანაცვლა ადამიანური ურთიერთობები და ამან ვერ ჩაგვინაცვლა ის სწორედ რაც ჩვენ განგვასხვავებს ყველა სხვისგან, ხო? ადამიანებს ეს სოციალური ურთიერთობები ერთმანეთთან. ადამიანის ცალკე მოცემული არ არის, ადამიანი რობოტი არ არის, ხო? აქ მართლა რობოტებზეც ძალიან ბევრია საუბარი, ამბობს რომ თქვათ ადრე ანტიკურ პერიოდში და ნუ შემდგომ პერიოდში თუ ქანდაკებებით ამარცხებდნენ სიკვდილს და ქანდაკებებს აქანდაკებდნენ ადამიანის სხეულს, ახლა რობოტები გვეყოლებაო და რობოტები ჩაანაცვლებს ამ ამბავსო. ასე წერს კი, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს. ხო, არა, აქ ერთი დეტალია მნიშვნელოვანი, რომ კი არ გვეხმარება, არამედ ხელს ხომ არ გვიშლის კითხვის ნიშანი ბოლოს. ამიტომ რომ პანდემია რო ახსენეთ, ხო, კარგად გამოჩნდა, რომ ეს ადამიანი როგორ მარტო იყოს და სოციალური ესე თქვათ კავშირების გაწყვეტა როგორი ძიმე შედეგები გამოიღო ბევრისთვის. ერთი ძალიან საინტერესო ინტერვიუ YouTube-ზე დევს Bill Gates-ის ინტერვიუ არის. ინტერვიუ კი არა, შეხვედრა სტუდენტებთან. ეხლა Bill Gates-ი მოგეხსენებათ გენიოსი კაცია და უამრავი ტექნოლოგიის ავტორი და შემქმნელი თუ არა ყოველ შემთხვევაში ფუძემდებელი მისი იდეების. და ისეთ რამეს ამბობს ეს Bill Gates-ი, რომ ესე იგი 2024-დან 30-მდე გველის კიდევ ერთი მძიმე პანდემია, ჯვარი გწერია, მაგრამ არ იქნება ისეთი მძიმე, როგორც იქნება იყო შეუკვეთა? და ხო და ეს შეთქმულების თეორია მაქედან მოდის, სხვათა შორის, იმიტომ რომ ეს შეხვედრა სტუდენტებთან პირველ პანდემიამდეა, 18 წელია თუ რა ვთქვი. და ამბობს ეგეთ რამეს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ანუ ჩვენი კომპანია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანს გაუადვილდეს მარტო დარჩენა. ისეთ ტექნოლოგიებთან მივდივართ, რომ
აღარ იგრძნოს თავი. სადაც რატო ვშრომობთ ამისთვის, რომ გაგვიადულდეს მარტო ყოფნა, ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი. იმიტომ სამყაროა ესეთი და ცხოვრება ესეთი, რომ ადამიანიც მუშაობს, ის სახში მოდის, დაღლილია. ხო, იცი რა, მე მაინც უფრო მგონია, რომ ეს მოიტანა მართლაც უარყოფითი თუ კი რა მოიტანა ტექნოლოგიამ და ინტერნეტიზაციამ თუ სოციალური ქსელების ასეთი დონით ჩვენს ყოველდღიურობაში შემოსვლამ არის სწორედ ეს, რომ ჩვენ რაღაცა ილუზია შეგვექმნა, რომ გვაქვს ურთიერთობები, რომ ვართ სულ ჩართულები, სულ საქმეში ვართ და ამ დროს არ ვართ, იმიტომ რომ ეს ის ურთიერთობები თითქოს არ არის, ერთი შეხედვით ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, რომელი ურთიერთობებიც ჩემთვის როგორც სოციალური არსებისთვის და სოციალიზაციისთვის მნიშვნელოვანი. მე ერთია რომ ვიყურები სარკეში და ვამბობ მე როგორი ვარ, მაგრამ ამ კითხვაზე თუ როგორი ვარ, ვერასდროს ვერ გავცემ პასუხს, გარემოსთან ჩემი მიმართება და სხვა ადამიანებთან ჩემი მიმართება როგორია, ეს თუ არ გავაცნობიერე. რაც არ არის ნამდვილი სოციალურ ქსელში და თქვა ვირტუალურ სამყაროში. ხო, ცხადია, ამ ნაწილში ჩვენ გვიშლის ხელს. ვფიქრობ, ხო, ეს განსაკუთრებით იგრძნობა, როდესაც სხვათა შორის თუ დააკვირდით ემიგრანტებს, როდესაც ესაუბრებით და ლაპარაკობთ და ოჯახები თუ არიან წასული. იქნება ეს ევროპა თუ ამერიკა, იქ ეს ცხოვრების რიტმი, რომელიც იქ არის და ჯერჯერობით ჩვენთან ასეთი აქტიური რიტმი არ შემოსულა ჯერჯერობით. იქ არის ესეთი, რომ შეიძლება გავიდეს ერთი თვე და საკუთარი ოჯახის წევრი, რომელიც სხვა სახლში ცხოვრობს, ვერ ნახოს. ფიზიკურად არც ამას არ ცალია, ან ეს იგრძნობა მაშინ. ალბათ ესეთი დროც მოვა, რაც უფრო განვითარდება ჩვენი. შედარებით მოვიდა, ვიდრე როშიადა ხა 20-30. ჩვენთვის ეს ადრე წარმოუდგენელი იყო, თუმცა დღევანდელი რეალობა უკვე ვიბიძგებს. სხვათა შორის ამ გმირთანაც ვხვდებით ამას. მას არ უნდა ოჯახი, რამდენჯერმე ქონდა და ერთხელ განსაკუთრებულად ამ ქალთან, ხო, ეს შემთხვევა ჰანასთან. სიყვარულის ისტორიას მაინც დილა და საინტერესოა სიყვარულის. ამ კაცმა, ხო, მოდი ემოციების დილაც იყოს, არა მხოლოდ სიყვარულის. ეს ჩვენ ძვირფასი ვალტერ ფაბერი, იგივე ჰომო ფაბერი კი გვეუბნება, რომ არის უაღრესად ტექნიკოსი ადამიანი და მის ცხოვრებაში ემოციების ადგილი არ არის, მაგრამ ამავდროულად ძალიან ემოციური პიროვნება თითქოს ძალიან ბევრგანა აქვს, რომ ცივმა ოფლმა დამასხა, უეცარი სპონტანურობა აღმოვაჩინე ჩემში. არ ვიცი რა დამემართა და კიდევ ერთი გრძნობს კუჭს. ეხლა ვისაც აი ეს განსაკუთრებით ემოციური ადამიანები გამიგებენ ამას, ეხლა თუ ვიყურებენ, მე მაქვს ხოლმე ეს ძალიან ხშირად კუჭი გამკრდება და ბოლოს ჩემი ძალიან გონიერი და არაჩვეულებრივი ექიმი გასტროენტეროლოგი მეუბნება, რომ დამამშვიდებელი დალია, იმიტომ რომ მართლაც ეს არის მთავარი ფარი ემოციების და აქაც ეხლა შემთხვევით ნამდვილად არაფერი არ ხდება მაქს ფრიშთან და კუჭს რომ გრძნობს, ესეც ნიშნავს რაღაცას. ხო, მე სიზმრებს ხედავს. არ ჯერა სიზმრების გვეუბნება სიტყვიერად, მაგრამ ძალიან ბევრი პროექცია თავისი აი ემოციების ამოდის სიზმრებში და ასევე ის კი გვეუბნება, რომ მას არ უნდა სიყვარული და მას ქალებთან ისეთი ურთიერთობა აქვს, მხოლოდ ზედაპირული და ეზარება აი სამკვირაზე მეტიო ქალთანო მე თუ ვრჩებიო ვატყუებო გრძნობებსო ესე წერს, მაგრამ ამავდროულად მას შეუძლია სიყვარული, იმიტომ რომ გვაჩვენებს, რომ იმ გოგონასთან, ჰანასთან, ვისთანაც ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს და სტუდენტობის დროს ვისთანაც აკავშირებს მას შემდგომ უკვე გოგონა საბეთი, ელისაბეთი ის უყვარს უბრალოდ აი ამ თავის ისევ ალბათ ამ პარტავნობას ჩვენს ადამიანების ენაზე რომ ვუწოდოთ, ვერ აბიჯებს და რაღაცეებზე უარს ვერ ეუბნება საკუთარ თავს. მაგრამ ეს ამ პარტავნობაა თუ შიში? ყველაფერი შეიძლება ამ პარტავნობა, შეიძლება შიშიც, რაღაცა რწმენა წარმოდგენები აქვს. აი კაცისთვის მთავარია მუშაობა, ამბობს და სხვა არაფერი, გრძნობები და ემოციები არ არის მთავარი. და შემდეგ ვხედავთ თანდათან როგორ აი ეს მისი რაღაც ბირთვული რწმენა წარმოდგენები ემსხრევა და რომ ემსხრევა აქ უკვე ჩემთვის როგორც ქალი მკითხველისთვის, არ ვიცი თქვენთვის როგორ იყო ეს, მაგრამ ჩემთვის ძალიან საგულისხმოა რომ ქალები ეხმარებიან მას. აი ამ ემოციებთან დაბრუნებაში, რომელთანაც ადრე ყველა მეგობრობთ თავის დროზე, მაგრამ მე რაღაცნაირად წყვეტთ ხო, აი ამ კავშირს ემოციებთან ვაბრუნებენ ქალები. ისევ ჰანა, ისევ ის ქალი, რომელიც თავის დროზე მას უყვარდა, მაგრამ ისეთი ქალი, ფიცხი ქალი იყო, ყოველ შემთხვევაში დალია ფანჯიკიძე ასე გვითარგმნის, რომ ძალიან ფიცხით გამოირჩეოდაო. და ეს პატარა გოგონა საბეთი, რომლებიც აი ისევ ხო აშიშვლებენ და ნუ ახლიდან ბადებენ მას, თუ არ ვიცი უკვე მეტაფორა როგორც შეგვიძლია ისე გამოვიყენოთ, მაგრამ აი დიდი სურათი რომ დავინახოთ, მაინც უფრო აქ არის ლაპარაკი ალბათ ტექნიციზმის და ჰუმანიზმის დაპირისპირებაზე, რომელს ჯობნის ამაზე ცოტა გაგვიჭირდება პასუხი, არ ვიცი. მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში როგორც რაღაცა დილეტანტმა მკითხველმა, მაგრამ აი ეს დაპირისპირება ჩემთვის არის ძალიან ცხადი. ჰანა, რომელიც არის ძალიან რაღაცა არქეოლოგია, ძველ რაღაცა ნამსხვრევებს ერთმანეთს აწებებს და ამით ცხოვრობს და ადამიანი ტექნიკა. აი საინტერესო ბოლოსკენ როცა წავიდა ჩვენი საუბარი, საინტერესო წიგნია კიდე მათთვის, ვინც ასეთი ადამიანია, როგორც ჰომო
ჰომოფაბია, რომელიც თვლის, რომ ყველაფერი მის ხელშია. რომ განგება, თქვა ოიდიპოსის მითი ახსენა და ნუ ანტიკაში როგორ არის, რომ ჩვენ ვერაფერს ვერ განსაზღვრავთ, ბედის წერა განსაზღვრავს ყველაფერს, ხო და აი ამას ებრძვის მთელი თავის ცხოვრება. ეს ჰომოფაბია და რა დაუბრუნდა კითხვას, ადამიანი, რომელიც ახალგაზრდებს განსაკუთრებით, რომლებიც თვლიან, რომ კარიერული წინსვლა მთავარი, რომელიც თვლის, რომ მხოლოდ და მხოლოდ სამსახური, მხოლოდ და მხოლოდ ის, შეიძლება რაღაც დაკარგოს სულიერებას, რომელიც შემდეგ შეიძლება ინანოს ამას. ყოველ შემთხვევაში ეს წიგნი დაეხმარება ბევრი რამის გასაანალიზებას. ყველგან არის მომენტისთან, როდესაც სულ თulis ეს სტატისტიკა როგორ ემსხვრევა, იმიტომ რომ თუნდაც ახლა ხანასთან ურთიერთობა მისი ფეხმძიმების პერიოდს რო თulis და თან თვითონ ვერ ვამბობს, რომ იქამდე თვლიდი, სანამ სწორი პასუხი არ მივიღე და ეს სწორი პასუხი რაც თვითონ უნდა რომ მიიღო, ის იყო და არა რეალობა და აქაც ჩანს რომ ეს გაცრავად. აქეთი მომენტი არის ჩემთვის, როცა ამ წიგნს ვკითხულობდი და ახლა გავიხსენე, თლაც ახლა ზუსტად არ მახსოვს დეტალები, მაგრამ ამ თვითონ ჩასვლა იმ კარაკასში, როდესაც ჩადის, ხო არაპირებს ახლა რომ მოძებნოს თავისი სიხმის მეგობარი და იქებადება მე მგონი აი პირველი რაღაცა ემოციური აფეთქება, სადაც აი ეს თავისი ეს პრაგმატული ტექნიკური განათლება და მივლინებაშია პრინციპში ხო წასული და იქ იღებს ამ გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებას მოყვება დანარჩენი ყველა მოვლენა. დრამატურგი მე თქვენთან მინდოდა მის ბატონობასა. დრამატურგიულად არის ეს აწყობილი რომანიც, ხა ვიცით რომ მაქს ფრიში ასევე ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დრამატურგი არის და ის კუჭის ამბავიც რაღაც ლოგიკურ დასასრულს, აი ყველაფერი გაწერილია ამ მის ნაწარმოებში და აი როდის ხდება, ჩემი აზრით, მე ესე მგონია, მაგრამ აი რატო ხდება და როდის ხდება, აი თქვენ მე მეკითხებით ახლა მე მეკითხებით ამას. მოდი ქაბატონატას ვკითხოთ და მაგაზე გიპასუხეთ მოგვიარეთ. ძალიან რთული კითხვაა. მე მხოლოდ აი ეს ნაწილი თქვა ფატალიზმთან მიმართებაში, რაც თქვენ ახსენეთ. ხო, ერთი შეხედვით შეიძლება გაუჩნდეს ახალგაზრდა მკითხველს, ყოველ შემთხვევაში, რომელიც ორიენტირებულია ყველაფრის დაგეგმვაზე, თან ჩვენ ახლა ნებისმიერის ტელეფონი რომ ავიღოთ და შემთხვევით დავსკროლოთ ნებისმიერი სოციალური ქსელი, რას ამოგვიქნებს 7 ნაბიჯი წარმატებისკენ, 58000 ნაბიჯი რაღაცა მისკენ, კიდევ უფრო მეტი წარმატებისკენ ვიდრე 7 ნაბიჯი იძლევა და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ 7 ნაბიჯის კიდევ 7 ნაბიჯი და ასე შემდეგ. და რეალურად ალბათ აი ფატალიზმი ყოველ შემთხვევაში დაუტოვოთ პოეტებს, ესეთები თუ არიან ისინი დღესდღეობით არ ვიცი, უკვე ეგეც მაგაშიც ეჭვმეპარება, ჩვენ არ გვინდა, თავარი ალბათ ჩვენ რაც უნდა აქ და ასე ვთქვათ გავაცნობიეროთ, რომ ცოტა მოვდუნდეთ, ცოტა შევჩერდეთ, ცოტა მართლა იმ ფილმის არ იყოს ჰოლივუდის ავიხედოთ მაღლა და დავინახოთ რაღაცები ნაცვლად იმისა, რომ პასუხებს სადღაც კომპიუტერში ვეძებდეთ, დავაფასოთ ის რაც გვაქვს და დავაფასოთ სიყვარული და ის სხვათა შორის აბსოლუტურად სხვა წიგნია უბრალოდ რადგან ბოლო ჩვენი საუბრის დროს შენ მიხსენეთ მე წაკითხული არ მქონდა წავიკითხე შევასრულე ესე ვთქვათ დავალება დამოცანა ისმაილ კადარეს წიგნი გახლეჩილი აპრილი რომელიც აბსოლუტურად სხვა თემა მაგრამ ერთი ესეთი ფრაზა იყო რომელიც აი ამ კონტექსტს ძალიან კარგად ერგება სისხლის აღების წესზეა ეს წიგნი სულ სხვა ამბებზეა მაგრამ სისხლის აღების წესში ჩართულ ოჯახებში მცხოვრები ადამიანები ისევე რაფასებენო სიცოცხლეს როგორც ის ოჯახები რომელთაც კარს მომდგარია უკვე სისხლის აღების წესი ასე ვთქვათ და სიკვდილი და დღეები აქვთ ასე ვთქვათ დათვლილი აი თითქოს სადღაც ეხმაურება ამ კონტექსტში რომ მოდით დავაფასოთ ის რაც გვაქვს დავაფასოთ ჩვენი ემოციებს მოусმინოთ საკუთარი თავი მივიღოთ როგორც ემოციური არსება და ნუ ვებრძვით მას და რაღაცნაირად ვიცხოვროთ და გვიყვარდეს ის რაც მოგცა ღმერთმა. ბოლო კითხვა მოკლედ. რა ვის ურჩევ უფრო ახალგაზრდებს თუ უფრო ყველა იპოვის ალბათ ამ წიგნში. მაშინ საჩუქრად დიდი მადლობა. მობრძანებისთვის დიდი მადლობა. საინტერესო საუბარი გამოგვივიდა.